უკრაინელმა დივერსანტებმა რუსი გენერალი საკუთარ სახლთან ააფეთქეს და დაანაკუწეს. ეს მოხდა არხანგელსკში. ომურბეკ აზატბეკოვი, რა ვიცი, ეგეთი იყო, მოტომსროლელი 64 ბრიგადის ხელმძღვანელი, რომელიც თავის დროზე ბუჩაში 2022 წელს იყო შესული და იქ გენოციდი მოუწყო უკრაინელებს. გემახსოვრებათ, რა ხდებოდა ბუჩაში, რა ფაშისტური, ნაცისტური ხერხები გამოიყენეს, რა ვიცი, ადამიანებს ხელფეხშეხოვს კლავდნენ, აუპატიურებდნენ მთელი უბედურება. აი ეს ომურბეგა ნახეს არხანგელსკში და საკუთარი სახლის საფოსტო ყუთში ჩაუმონტაჟეს ასაფეთქებელი და დაანაწევრეს. აი ეს თქვენი რუსული ურდო ძლევამოსილი, რომელსაც გენერლებს უკლავენ წიწილებივით. ეს ერთი საკითხი იყოს. რატო ვიხსენებ ამას, ახლა გეტყვით. სამაგეროთ ბორია ივანიშვილი ყოფს ხელისუფლებაში. აი უკრაინელებმა რომ არ აპატიეს უკრაინელთა გენოციდი თავის ტარვალს, რუს გენერალს, ჩვენ დღემდე გვიზის საქართველოს მწამებლად ბორია ივანაშვილი, რომელმაც 9 აპრილიდან 7 წელიწადში 1996 წელს 9 აპრილის ჯალად გენერალ ლებეც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა უკისრა და ვიცი, იქ დააფინანსა და ასე შემდეგ. მოსკოვში. ანუ გენერალმა ლებედმა, რომელმაც აქ სადესანტო ნიჩბებით აკუწა 15 წლის ბავშვები, გოგუები. შეიამხანაგა ბეძინა ივანიშვილი და ამანაც არ პრობლემის გარეშე რა პრობლემა რა ქართველები დახოცა იქ რუსთაველზე ვისაში აინტერესებს და პლუს ამას მე იქ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ხო მაშინ და მე ელცინმა რომ დანიშნა გუბერნატორად სვერდლოვსკის გუბერნატორი იყო ეს ლებედი, ბორია ივანაშვილი მასთან თანამშრომლობდა ბიზნესებში, რა ვიცი, იქ ალუმინის ბიზნესები და რა ვიცი, მთელი ამბები. ფულს შეუვლობდა მოკლედ, აი ქართველთა ჯალად, ქართველთა მწამებელ გენერალ ლებედთან ერთად ფულს შეუვლობდა და მისი ბიზნეს პარტნიორიც იყო და პოლიტიკური პარტნიორიც. აი ეს არის ბორია ივანაშვილი. შეადარეთ, რას აკეთებენ უკრაინელები თავიანთი ხალხის მწარმოებლებთან მიმართებაში და რას ვაკეთებთ ჩვენ. ანუ კოცები ახლა ჩვენ რა, ვისაც არ შეუძლია იბძვის ხო? ბორია ივანაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ კოცები დღემდე ტლიკავენ ნაწყლს. ბორია ივანაშვილისა, გენერალ ლებედის სისხლიანი ძმაკაცისა. 15 წლის გოგუების ცოცხლა დამკეპავი ლებედის ძმაკაცისა. აი ეს ხართ კოცებო თქვენ. არა ხართ გენეტიკური ნაგავი და ბიომასა?